მოგესალმებით, ეს არის დისკუსია ნიკო გერსამიასთან. დღეს ვყავს ძალიან განსაკუთრებული სტუმარი, ნოდარ მელაძე, გამომძიებელი ჟურნალისტი. დიდი მადლობა, რომ დამთანხმდით ბატონ ნოდარ დისკუსიას და იმედია ძალიან საინტერესო დისკუსია გვექნება დღეს. მადლობა შენ ნიკო, შენ სახელწარმოწყებაში მინდა წარმატებები გისურვო. იმიტომ რომ ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა შენი თაობა როგორ უყურებს იმ საქმეს, რაც ჩვენ ვაკეთებთ ხოლმე და ხო ველოდები შენს კითხვებს რა გექნება, რა გაინტერესებს ყველაზე მეტად. დავიწყოთ დისკუსია. ხა მოდი პირველი თემა მაინც იყოს თავისუფალი და ოპოზიციური მედიის გამძლეობა. ყველა ვხედავთ ახლა რას ცდილობს ივანიშვილის რეჟიმი. ცდილობს რომ აკრძალოს მედია, ცდილობს რომ ოპოზიციური პარტიები აკრძალოს, მაგრამ ყველაზე ძალიან მაინც ჩემეძით ოპოზიციურ მედიას ურთავს. იმიტომ რომ ოპოზიციური მედია აუცილებლად არის უფრო კრიტიკული ხელისუფლებაზე და ხელისუფლებას არ უყვარს ხოლმე კრიტიკა, ეს ყველგან ხდება მსოფლიოში, ბუნებრივია, მაგრამ რადგან ამათმა მთელი ძალაუფლება ჯიბეში ჩაიგდეს და ყველანაირი კონსტიტუცია თავზე გადაგვახიეს, უნდათ რომ გააუქმონ ოპოზიციური მედია, იმიტომ რომ ფიქრობენ, რომ არაფერი არ აჩერებთ. თქვენი აზრით, როგორ განვითარდება ეს მოვლენები? ქართული ოცნება ხელისუფლებაში არის 12 წელი და ამ 12-დან დროის უდიდესი ნაწილი გაატარა მედიასთან ბრძოლაში. გენერალური შეტევა იყო თავის დროზე რუსთავიორის ოკუპაცია, დღეს რუსთავიორი ოკუპირებულია ქართული ოცნების მიერ და შემდეგ უკვე სხვა მედია საშუალებების წინააღმდეგ სპეცოპერაციების მთელი სერია, რომელსაც ვუყურებდით ჩვენ. პრინციპში დღეს ახლაც ვუყურებთ ჩვენ ამ პროცესს, რომ უკვე ცდილობენ გააჩუმონ მძლავრი თავისუფალი სატელევიზიო სადგურები, იმიტომ რომ თავადაც ხვდებიან, რომ ვიდრე თავისუფალი სატელევიზიო სადგურები მაუწყებლობს, რომლებიც საქართველოში ყველა ტელევიზორში აჩვენებს, ძალიან უჭირთ მათი სიცრუის პროპაგანდის მიტანა და ადამიანებისთვის პირების გამორიცხვა, ანუ ადამიანებს სიცრუეში ისევე რა ცხოვრობენ, როგორც მათ უნდათ. მაგრამ ჩვენც გაცნობიერებული გვაქვს, რომ ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული პროფესია, მარტივი არ არის და არის კიდევ ერთი დიდი ბრძოლის ეტაპი გასავლელი. კი. ეხლა რაც ტექნოლოგია განვითარდა, მე ვატყობ, რომ ახალგაზრდებში განსაკუთრებით, მაგრამ ესე ყველასთვის და მთელ მსოფლიოში ტრადიციული მედია ნელ-ნელა ქრება და თითქმის ყველა გადადის ონლაინ მედიაზე. ახლა ჩვენ ნახეთ რა მოვიდა მთავარ არხს, ხო? მთავარი არხი, ტრადიციული მთავარი არხი, ფაქტობრივად რეჟიმმა გაანადგურა, მაგრამ მთავარი არხი დღეს კიდე არსებობს ონლაინ მედიის ფორმით და ძალიან ბევრი ადამიანი დღემდე ამ მთავარი არხისგან იღებს ინფორმაციას. თუ რეჟიმმა მაგალითად გადაწყვიტა, რომ სრულიად ახლა აუკრძალოთ დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა, ოპოზიციური მედია და ანუ ვერ გააგრძელებს მაუწყებლობას ამას გულისხმობ. ვერ გააგრძელებს მაუწყებლობას ტრადიციულად. ონლაინ მედიაში რას ფიქრობთ? თქვენ როგორც გამომძიებელი ჟურნალისტი, ონლაინ მედიას გამოიყენებთ? იცი რა არის, დღეს ჩვენ ანუ ტევაპირველი ამ შემთხვევაში და ჩვენი სატელევიზიო გადაცემა ამზადებს სატელევიზიო პროდუქტს, რომელსაც განათავსებს ტრადიციულ სატელევიზიო სამაუწყებლო ბადეში, სადაც ყველა ტელევიზორში აჩვენებს ეს ყველაფერი და ძალიან მძლავრი ონლაინ ვიდეო კონტენტის პლატფორმები ჩვენ ავაწყეთ დაახლოებით 3-4 წლის წინ დავიწყეთ ამის აწყობა. შაბათის ეთერის YouTube არის ძალიან პოპულარული 10,000-ობით გამომწერით და უამრავი ვიდეო მასალით და გამოხმაურებებით. ანუ ეს პლატფორმა ისედაც არსებობს. ჩვენ ეს გავაკეთეთ თავის დროზე არა ერთგვარი საევაკუაციო გეგმისთვის, არამედ იმისთვის, რომ ვინც ტრადიციულ ტელევიზორში ტელევიზიით არ უყურებს ამბებს, მას ჰქონდეს საშუალება, რომ ონლაინ იგივე კონტენტს უყუროს. ეს პრინციპში ხო, კი ბატონო, ეს პრინციპში არსებობს და ამას არ ჭირდება რაღაცნაირად ახლის შექმნა. ჩვენ შემთხვევაში ის ხობს დასჭირდათ ნულიდან გაკეთება. მაგრამ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი არის სხვა, რომ საქართველოში მაინც ადამიანებისთვის ინფორმაციის პირველ წყარო არის ტელევიზია. ანუ ყველაზე დიდი რაოდენობის მოქალაქე ინფორმაციას იღებს ტელევიზიიდან. უმნიშვნელოვანესი ონლაინ მედია მას თავისი მომხმარებელი ყავს, მაგრამ ტელევიზია მაინც არის ტელევიზია. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ რადგანაც აი ხელისუფლება იერიშს მიიტანს, მოდი ჩვენ რაღაცნაირად დავნებდეთ ამ ბრძოლაში და გადავეწყოთ ონლაინ, რატო არა? ჩვენ უნდა ვენთოთ და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ტევ პირველი აუცილებლად იყოს ყველა ტელევიზორში. კი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ძლიერი იარაღი, რაც ახლა დღეს ოცნებას აქვს, არ არის ის ძალაუფლება, რაც ხელში ჩაიგდო, არამედ პროპაგანდა. და მინდა ახლა ამაზე გესაუბროთ. რუსული პროპაგანდა ახლა ძალიან გავლენიანია ჩემი აზრით საქართველოში და ყოველდღე ხედავთ მაგის ეფექტს. მაი ძალიან ხშირად ისმის ხოლმე არ წინასაარჩევნოთ პარტიების წინააღმდეგ, შეიძლება ტელევიზიების წინააღმდეგ, რომ აი ამას უნდა LGBT პროპაგანდას გავრცელება, ეს არის ამათ უნდა მეორე მაიდანის მოწყობა, ნაცი ტოლია ქოცი, ესენი ყველანი ერთნი არეთ. ძალიან ხშირად გვესმის. რუსული პროპაგანდა ეხლა მე დარწმუნებული ვარ, რომ გავლენა აქვს თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიაზე. თქვენი აზრით, როცა რუსული მედია უტევს შეიძლება ოპოზიციას, შეიძლება მთლიან ქვეყანას ან თქვენ ტელეარხს, როგორ უმკლავდება საგამოძიებო ჟურნალისტიკა რუსულ პროპაგანდას? თავარი მაყურებელს ძალიან კარგად აუხსნა, რომ დღეს ხელისუფლება, მმართველი რეჟიმი ცდილობს ადამიანები აცხოვროს გამოგონილი ამბების რეალობაში. იმიტომ რომ დღეს საქართველოს მოქალაქისათვის პრობლემა არის ის, რომ შესაძლოა სახელისუფლებო მმართველი რეჟიმის პოლიტიკის გამო მათ შეგვიჩერონ ყველას ერთად უვიზო რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელსაც იქ მოსდევს კიდევ უამრავი ადამიანის შესაძლო გასაჭირი ამის გამო, ხო, იქ არიან ემიგრანტები, რომლებიც პირობითად 3 თვით სამუშაოდ დადიან სავიზო რეჟიმს არ არყო მიდიან მოდიან, სამკურნალოდ მიდიან სასწავლებლად, თუმცა ძალიან დიდი რაოდენობა არის ადამიანების. ეს პრობლემა რომ გადაფაროს ხელისუფლებამ რაღაც თემას შემოაგდებს ხოლმე, აი სრულად გამოგონილს, რომელიც არანაირი კავშირი რეალურ პრობლემატიკასთან მოქალაქეობის არ აქვს და საზოგადოებას აძლევს ამ თემას საკვებად, რომ დაიწყოს ამ თემაზე მსჯელობა, დისკუსია, ნერვების გრეჯა ადამიანების. ხელისუფლების მიზანი არის რეალური პრობლემებზე არ იყოს ლაპარაკი. მაგიტომ არ უყვარს და მაგიტომ ცდილობს დაადუმოს კრიტიკული მედია, იმიტომ რომ ჩვენ არასდროს არ მივყვებით მათ დღის წესრიგში. ჩვენ მაგალითად ვიცით რა არის მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის, მოვიპოვეთ, გამოვიძიეთ, გამოვააშკარავეთ, ვაჩვენეთ კორუფცია, რეჟიმის მიერ ჩაგრული ადამიანები, ნეპოტიზმის სისტემაში წარმოუდგენლად გამდიდრებული ადამიანები, ჩვენ ამ თემებს ვაკეთებთ სულ მიუხედავად იმისა, ხელისუფლება რა დღის წესრიგს გვთავაზობს. ამიტომ ბრაზდება. მას უნდა რომ მის დღის წესრიგზე, როგორც აი სამთავრობო პროპაგანდისტული ტელევიზიები არიან აწყობილები, სულ ერთი და იგივე თემაზე ელაპარაკონ რა თემაც აინტერესებს ხელისუფლებას და რადგანაც ჩვენი მედია არ მიყვება, ანუ თავისუფალი მედია არ მიყვება ამ თემებში, ხო? შესაბამისად, მაგიტომაც ცდილობენ რომ ეს მედია გააჩუმო. კი. და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. ხელისუფლებას არ უნდა რომ ოპოზიციურმა მედიამ, დამოუკიდებელმა მედიამ და ჟურნალისტებმა ილაპარაკონ, რაც მართლა პრობლემა არის და აი სულ პრობლემა თუ არის ქვეყანაში მაგალითად სიღარიბე, ბავშვები რო სკოლაში ვერ დადიან და საჭმელს ვერ ჭამენ. ყველაფერს აბრალებენ ან გლობალურ რომის პარტიას, ან deep states, ნაციონალურ მოძრაობას, ყველაფერი, ანუ რეჟიმის მიხედვით, რაც ცუდი ხდება საქართველოში, ეს არის ყველაფერი deep states-ის დამსახურება, მთავრობა არაფერ შუაშია და აი მთავრობა ებრძვის deep states, გამოგონილ deep states, როცა სინამდვილეში უნდა სიღარიბესთან უნდა იყოს ბრძოლა და რუსულ პროპაგანდას მიმართ. ამას ხელისუფლება უნდა აკეთებდეს, მაგრამ ბუნებრივია არ აკეთებს, იმიტომ რომ რუსული პროპაგანდით თვითონ სარგებლობს. ამდენი წელი ჟურნალისტიკაში რო ხართ და აი ესეთი დიდი გამოცდილება რო გაქვთ. შეგიძლიათ თუ არა რომ მოგვიყვეთ აი როდის რუსულ პროპაგანდით და როცა გავრცელდა რაღაცა, აი მაგალითად რომ მოგვიყვეთ როცა დაარტყა ქვეყანას, ეს რეპუტაცია შეიძლება ოპოზიციას, შეიძლება რაღაცა აქციების მუხტს რომ მოგვიყვეთ აი კაი მაგალითი და როგორ გაუმკლავდით ზუსტად. იცი რა არის მაგალითი ძალიან ბევრია ყოველთვის ცდილობ რომ აჩვენო რეალობა, რა არის ხელისუფლების აგორებული მითი და რა არის რეალობა ქვეყანაში. ის მეთოდები, რომელსაც ახლა ისინი იყენებენ, ჩვენ გვაქვს ნანახი ბევრი წლის წინ, მე ახალი ამბების კორესპონდენტი ვიყავ ბევრი წლის განმავლობაში და როდესაც ჩავდიოდით ხოლმე მაგალითად ბელორუსში არჩევნების გასაშეფებლად და ვუყურებდით აი სისასტიკეს, რასაც დღეს ჩვენთან ვხედავთ. ვუყურებდით აი რაღაც წარმოუდგენელ სისულელებს, რომელსაც ლაპარაკობდნენ და გამოგონილი რაღაცა
რომ ევროკავშირს უნდა რომ შეიჭრას ბელორუსში ჩვენი სუვერენიტეტი ხელყოს დაგვიპყროს თუ რაღაცა ის რაღაცებს რო ყოფილა ხოლმე ლუკაშენკო, როდესაც უსმენდი ხოლმე, სულ მიცინებოდა რომ აი ეს როგორ შეიძლება ვინმე დაიჭეროს, ხო? მაგრამ ბევრი წლის მერე, რა ვიცი, 10-12 წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში დადგა ის ვითარება, რომ ზუსტად ასეთ სისულელეებს ლაპარაკობენ ჩვენთან, რომ თითქოს არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელიც მათ გამოიგონეს. ვიკიპედიაზეც თვითონ დაწერეს. კი ბატონო, ანუ მათ გამოიგონეს რაღაც გარკვეული გლობალური ომის პარტია, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. შემდეგ მისცეს უფრო მეტი შეთქმულების თეორია, რომ ესენი არიან რაღაც გარკვეული მასონების მსგავსი ელემენტები და შემდეგ შექმნეს კიდევ დამატებით ამ ყველაფერს დავუმატეს, რომ აი ეს გლობალური ომის პარტია და deep state რაღაცა სახელმწიფო თუ რაღაცა ეს ყველაფერი ერთად, მოკლედ ყველა მათ ებრძვის და შესაბამისად ძალიან მარტივი არის ხოლმე ამ ყველაფრის ჩვენება, რომ რატომ არ არსებობდა მაგალითად, რატომ არ ლაპარაკობდნენ ამის შესახებ 5-4-ან, აი 3 წლის წინაც, ხო, ეს ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც ძალიან მყარად დაადგნენ დიქტატურის გზას თავად. როდესაც დაიწყეს ადამიანის უფლებების შეზღუდვა, როდესაც დაიწყეს არჩევნების კიდევ უფრო მეტად მოპარვა, ვიდრე მანამდე იპარავდნენ, თორე არჩევნებს თუ იპარავდნენ ისინი, და როდესაც ამის გამო ვიღაცა მისცა შენიშვნა საქართველოს კეთილის მსურველმა, მე დაიწყეს მათგან მტრის ხატის ხატვა. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ და ძალიან მკაფიოდ არ გვიჭირს დავარქვათ მოვლენებს თავისი სახელი რა. როდესაც არის ეს პროპაგანდა, როდესაც არის ტყუილი, პირდაპირ ვამბობთ, რომ ეს არის ტყუილი. კი და მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი აი 2020-ში დაიწყო, აი გავრილოვის ღამის მერე, როცა რეალურად 2020-ის არჩევნები წააგეს და რეალურად ოქმები დაწერეს და შუა ღამემდე რო არ გამოდიოდა შედეგი, როცა ჩამოვიდა შარლ მიშელი, მათ მოუწიათ სხვა გზა არ ქონათ, რომ შეხვედრილი იყვნენ, აი ეს ელაპარაკა, დიალოგი შესულიყო და ივანიშვილი მიხვდა, რომ ეხა შარლ მიშელმა რაღაც მხრივ ჩემს მიეხმარა ქართულოც ამას, იმიტომ რომ მაგ დროს ეხა საგარეოდ ესეთი გარუსებულები არ იყვნენ და ეგრე ძალიანაც არ იყო გაყალბებული არჩევნები, როგორც მაგალითად ეხლა გაყალბდა და ეს შარლ მიშელის ხელშეკრულება რომ დადეს რა 20 თუ ვერ გადალახავს 47 თუ 46% იყო ადგილობრივ არჩევნებზე, ხო 43% იყო 53%-იან ბარიერს თუ ვერ გადალახავს ინიშნება ვადამდელი არჩევნები, ამაზე მოუწიათ რომ დათანხმებულიყო, იმიტომ რომ უარი ეთქვა და რომ არ შეხვედროდნენ, არ აღიარებდნენ არჩევნებს და მაგ დროს როცა ესენი გარუსებულები არ იყვნენ, ხალხი ძალიან გაბრაზდებოდა და ვფიქრობ, რომ ივანიშვილის რეჟიმი ჩამოიშლებოდა და ნელ-ნელა ეს ჯერ უკრაინას მიმართ დაიწყეს განცხადებები, მერე ევროკავშირის მიმართ, მერე ომის პარტია შექმნეს. ჯერ იყო მხოლოდ ომის პარტია ნაციონალურ მოძრაობას, ომში უნდა რომ ჩაგვირთონ, ეს არის ომის პარტია და მერე გადაიქცა როგორც გლობალური ომის პარტია. ანუ ყველაფერი თავისი როგორ მარტივად არის, აი თეთრ ფურცელზე რომ დავხაზოთ. წლებთან ერთად, რაც უფრო მეტი არჩევნები ტარდება ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, იმისთვის რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება, სულ უფრო მეტი ხმების მოპარვა უწევს. და სულ უფრო მეტი ტექნოლოგიური, პარტიული რაღაცა ამ ქურდო არჩევნების ხმების მოპარვის სქემების შემუშავება უწევს, იმიტომ რომ სულ უფრო იკრებს მათი მხარდამჭერების რაოდენობა და სულ უფრო მეტი ხმა უნდა მოიპაროს იმისთვის, რომ დაიწეროს ის შედეგი, რომ დარჩეს ძალაუფლებაში. რაც უფრო მეტ ხმას იპარავს, სჭირდება აი ეს მარწუხები, ადამიანის უფლებების შეზღუდვა, ტერორი, დაშინება კიდევ უფრო გააძლიეროს, რომ ეს ძალაუფლება შეინარჩუნოს. ეს რეალურად ეს გზა დიქტატურისკენ, რომელსაც ჩვენ გავდივართ, ხო? ემყარება ერთადერთ რაღაცას, რომ მათ სჭირდებათ ყოველ წლიდან წლამდე უფრო მეტად შებოჭვა ადამიანების, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ. იმიტომ რომ თუ ადამიანებს არ შებოჭავენ, არ მიიღებენ დრაკონულ კანონებს, არ აკრძალავენ სამოქალაქო სექტორს, NGO-ებს, მედიას, მაშინ ბევრად უფრო გაუჭირდებათ. რაც უფრო დრო გავანუ ყოველი დღე ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის, ეს არის საშიში ამ ქვეყნისთვის, ცუდი. რაც უფრო დიდხანს არიან, უფრო მეტად აფუჭებენ სიტუაციას. ზუსტად იგივე სიტუაცია გვაქვს ახლა ჩვენ. აი ყოველი დღე ჩათვალე რომ რაღაცნაირად არის სასჯელი, რომელსაც სახადი, რომელსაც ქვეყანა იხდის, იმიტომ რომ ყოველ დღე სულ უფრო და უფრო ცუდ რამეს აკეთებენ, აი ძალიან მარტივად რომ მაგიხსნა და არსებობენ და რაც თავარია, რაც უფრო დრო გადის, ტყუილების დიდოსტატები რჩებიან მარტო ამ გუნდში, იმიტომ რომ ვინც მეტნაკლებად ადეკვატური იყო, ისინი ცილდებიან, აღარ უნდათ, ან მშვიდობიანად მიდიან, ან უშვებენ და ტყუილების დიდოსტატები
რჩებია მხოლოდ იქ. ხა ირაკლი კობახიძეზე დიდი ტყუილების დიდო სტატი ვინ არის? კაცი გამოდიდა და პრემიერ-მინისტრი მთელ საქართველოს უმტკიცებდა ამერიკაში არასამთავრობო ორგანიზაცია არ არსებობს. რა არ არსებობს ახლა ხო ეხა თითქმის ყველაფერი მანდ არასამთავრობო ორგანიზაცია არის გაცვლი პროგრამაზე ვიყავი მე წასული და ეს ვაშინგტონ DC-ში წავედით არასამთავრობო ორგანიზაციას შევხვდით და რაღაც ისე ესეთი ვებინარი სემინარი ჩაგვიტარეს რა ძალიან ცოტა საქართველოში მაგალითად ჟურნალისტი იპოვო რომელიც ორიენტირებულია თავის პროფესიული უნარების გაზრდაზე ჩვენს ქვეყანაში რომ განვითარდეს და მაგალითად არ არის დამყოფი ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვადასხვა გაცვლითი პროგრამით ან საელჩოს ან სახელმწიფო დეპარტამენტის ან რომელიმე მედია ორგანიზაციის ეს ყველაფერი ცხადია. აი ადამიანი გამოდის და შეუძლია ისეთი ტყუილები ელაპარაკოს, ნერვი არ აუტოგდეს და ამაში შეეცადოს რომ ადამიანები დააჭიროს. ანუ ტყუილების ოსტატთა გუნდი, აი ესეთად ყალიბდება ახლა ეს. ეს მართლაც ესე არის და აი უბრალოდ რო უყურებ ხოლმე ხანდახან კობახის განცხადებას, აი ვფიქრობ აი ეს ვინ რა სისულელებს ლაპარაკობს? უბრალოდ სასაცილო ხა კობახიძე ჩემს არაფერს არ წარმოადგენს. კობახიძე არის ივანიშვილის გაგრძელება, იმიტომ რომ არავის ქართულ თემაში დამოუკიდებელი აზრი არ აქვს. მოდი ახლა ეს ვთქვათ, ისინი პარლამენტში კი საჭერენ, როცა ბიძინა ეტყვის, არა საჭერენ, როცა ბიძინა ეტყვის და ეგაა ჩვენი პარლამენტი. და ვფიქრობ, რომ ოპოზიციური მედია ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როცა ახლა მაგალითად ქვეყანა არის თავისუფალი მედიით და სადაც ოპოზიციური მედია არ შეიძლება ერთ დღეს აკრძალოს ხელისუფლებამ. ესეთ რაღაცებს არ იტყვიან, იმიტომ რომ გააკრიტიკებენ, ხალხი ამას ბერად უფრო გაიგებს და შემდეგ არჩევნებზე ამ პარტიას ხმას აღარ მისცემს. ჩვენთანაც ეგ მოხდა, მაგრამ ამათმა ხმები მოიპარეს. და ჩვენი გადაცემის საბოლოო შეკითხვა. თქვენ სად ხედავთ საქართველოს 10 წელიწადში? საქართველოს 10 წელიწადში, ანუ 2025 წელს, 2025 წელს აუცილებლად ხედავ საქართველოს ევროკავშირში. იმიტომ რომ არსებობს მცდელობაც, დიქტატორიც, ოლიგარქიც, რაზმიც, ძალაც, მაგრამ შეუძლებელია ხალხის ნების შემოტრიალება. ანუ არსებობს ხალხის ნება, რომ საქართველო არის ევროკავშირი და შესაბამისად მე მჯერა, რომ აი ეს ადამიანები, რომლებიც არც პროტესტით იღლებიან, არც ქუჩაში დგომით იღლებიან, აუცილებლად ამ მოძრაობის დანიშნულების ადგილი ბოლო გაჩერება იქნება ევროკავშირი. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა.